მოგესალმებით მეგობრებო, გამარჯობა. ჩვენ ვიწყებთ გადაცემას. ძალიან საინტერესო ქარდით უნდა დავიწყო. ნახეთ ეს ქარდი. საინტერესო ციტატით. ახალი გეგმა მოიფიქრეს საკაცუკებმა, მხოლოდ გაუშვათ ეს გეგმა ეთერში. რადიკალური ოპოზიციის აქტივისტი ნანა სანდერი მომხრეებს მიმართავს. არ დაკავდეთ წინა დღეებში სექსით, ენერგია 4 ოქტომბრის დასაგროვებელი. მე მინდა ამ გოგონას და სხვა დანარჩენ აკაცუკებს უთხრა, რომ დიდი ხანი ისინი უკვე სექსით ყოველდღიურად არიან დაყავებული, ოღონდ სექსით საკუთარ თავთან. ხო? მე ესე ვიტყოდი, შეიძლება ეს შეთავაზება იმის გამოა გაკეთებული, რომ იქო მერეო აგვისრულებენო მაგას. შეიძლება ეგ ის არაფიქრე. რომ მე უფრო კარგად გამოვიდესო, ჩვენ რომ მზად ვიყოთო, ხო? ეგეც შესაძლებელია. მაგრამ იმაში რომ დამეთანხმები, რომ საკუთარ თავთან სექსი ამათ კი, მათ შორის ჩვენ გვახსოვს ერთ-ერთი აქტივისტი. პირდაპირ მნიშვნელობით, კი ბატონო, რომელიც ამას საოცარი ოსტატებით აკეთებს, კი ბატონო. დიახ, აბა, რა კარგად გამახსენე. ვიწყებთ ესე იგი დღევანდელ დღეს გია ჯაფარიძით დავიწყოთ მეგობრებო. იმ მომენტში, როდესაც ნათქვამია, რომ არის რაღაცა დიდი აქცია, როგორც კი რაღაცა კონკრეტული თარიღი ჩდება, დიდი აქცია, ეხლა ჩემს გარშემო, ხო? უამრავი ადამიანი, მართლა არ ვიცი, ამ ადამიანებისგან არ აი დღეს მართლა ქუჩაში მეუბნებოდნენ ადამიანები, რომ ჩვენ მოვდივართ 4 ოქტომბერს რუსთაველზე. გამოხატავდნენ სოლიდარობას პოლიტიკური პატიმრების მიმართ, ჩემი ძმა მიხეილ სააკაშვილი, გიორგი ვაშაძე, ასე შემდეგ, ყველა ამათაც რა თქმა უნდა ახსენებს, მაგრამ აბსოლუტურად ყველა ამბობს, რომ 4 ოქტომბერს ჩვენ ვიქნებით იქ და ჩვენ იქიდან აღარ მივდივართ. დღეს მითხრა ეს ორმა ადამიანმა, ანუ ქუჩაში როგორ სადარბაზოში შევდიოდი, აი არაფერი არ გითხრათ, რომ აი ხალხში ვიყავი ან რაღაცა, არა, დღეს საერთოდ თბილისში არ ყოფილვარ, აი თბილისის გარე და თბილისში დაბრუნებულს დამხვდა აი ეს სურათი. გააჩერეთ, თუ შეიძლება მეგობრებო, მე საერთოდ რო აღმოჩნდეს, რომ არც არავის უთქვამს. მეგობრებო, მე საერთოდ როცა ამბობ თბილისში ქუჩაში ხალხი მაჩერებს და ამას მეუბნებიან, ერთი 20 კაცი მაინც უნდა გაჩერებდეს, ხო? შენ თავაწეულიდან მიდიოდე გამზირზე და აქედან იასპარტაკ გეუნებოდნენ, ხო? დაახლოებით აი ესეთი სცენა ორმა ისე სხვათა შორის ტყუილის და ხუმრობის გარშე აი მე რა ქვია ბატონო გია დღეს გამაჩერა ასევე ორმა ადამიანმა და მითხრა თქვენზე რომ ამათი დედა და ასე და ისეო. კონკრეტულად ამაზე, ხო? არა, ამათზე. ხო, მაგრამ ერთმა გაგაჩერა თან, რომელიც ამაზე თქვა. კი, შენზეც მითხრეს, რომ აი კი, ორმა ზოგადად ერთმა კონკრეტულად გაგაჩერა პერსონალურად, რომ გაჩერებენ და იცი რა? არა, დღეს მართლა მითხრა ერთმა. ხო, კი ბატონო. ხო, მაგრამ ჩვენ ხო არ დავიწყებთ იმის მოყოლას, ჩვენ რამდენი გვაჩერებს ქუჩაში, სადმე რო შევდივართ და რამდენი გვეუბნება ბოლომდე ქენითო და ჩვენ მეუბნებთ არ შეიძლება. ცემა არაპედაგოგიაურიაო თქო. კარგით. მეტი გაზი ყველაზე ხშირად ნათქვამი ფრაზა რა ჩვენ. მეტი გაზი, დედაუტირეთ მაგათ და რაღაც საშინელებებს მეუბნებიან. ასევე გვთავაზობენ სხვადასხვა მეთოდებს, რომელიც ცოტა იზრაშენიაში არის, როგორ უნდა უტირო დედა და ჩვენ ვამწყდარებთ ამ ხალხს და ეს ბუფერი რო არ იყოს, არ გექნებათ კარგად საქმე. პატა მანჯგალაძე. ესე იგი 4 ოქტომბერთან დაკავშირებით ბუნებრივია შეიძლება ვიღაცას კონდეს კითხვა, მაგრამ კითხვა არ უნდა იყოს იმასთან დაკავშირებით, რამდენად არის საქართველოს მოქალაქე მზად ცვლილებისთვის. კიდევ ერთხელ ვამბობ, 4 ოქტომბერს ყველა მოსული ყველა ადამიანი ეს არის განსაკუთრებული აქცია, განსაკუთრებული, რატომ არის განსაკუთრებული დღე 4 ოქტომბერი, იმიტომ რომ აქ გაცხადებულია მიზანი ხელისუფლების ცვლილების, რეჟიმის ცვლილების, ასე დავარქვათ, მშვიდობიანი ცვლილების და აქ მოსულ ადამიანს დამატებითი ახსნა არაფერზე არ ჭირდება. 4 ოქტომბერს, ესე იგი 4-ში იწყებენ, 4-ში ამთავრებენ, ხო? 4-ში. 5-ში რო გადავიდეს, არ შეიძლება. როგორც პატა ამბობდა, თუ პატა. ესე იგი 8 საათზე უკვე ჩვენ გვექნება 9-5-ზე გამოაცხადოს კაპიტულაცია კაპიტულაცია 12-მდე აქვს. 12-მდე? 5-ში ყველა თან ჩვენ 5-ში გამთენისას რომ თან ჩვენ ვიცით მეთოდოლოგია, უშუალოდ რა ინსტრუმენტებით მოხდება. უშუალოდ რა ინსტრუმენტებით მოხდება ხელისუფლების დამხობა. ეს პირველი არის ხელისაწევა. აქამდე სხვა შორის არ იყო ეგ. არაფერი იმიტომ არ მომხდარა და ვერავინ რევოლუცია იმიტომ ვერ მოაწყო. თურმე ხელი არ აუწევია, არავის. მეორე არის დროშები, ასევე ძალიან ამერიკის დროშები თემუდან გამოწერილი. და 1000 მანქანის გამოყვანა და წარმოიდგინეთ 1000 მანქანა, ოღონდ იმ მანქანამ აქ კი არ უნდა ჩამოაღწიოს
პოლიცია გააჩერებს და გადაკეტილი ის გეგმა ხო იცით თემუდან რომ უნდა გამოიწერონ ამერიკის დროშები ეს იაფარულოვას და 4 ოქტომბერს რო დადგნენ და გამოაცხადონ საქართველოს ახალი რესპუბლიკის დაფუძნება. გამოაცხადნენ რა პრობლემაა? ხო. თან წარმოიდგინე ხა თუ ამიტომ ჩვენ ამ ნანა სანდერის იმას თუ აყვებიან რამდენი ნანა სექსუალური ადამიანი იქ. ამიტომ ჩვენ გვჭირდება ეროვნული აიტიშნიკური რაღაცა მოხალისეობრივი ჯგუფი, რომელიც ამათ გამოცხადებისთანავე შეუქმნის კარგ კომპიუტერულ თამაშს. ისეთ თამაშს აწვევი და თავისი კონსტიტუცია, რომელსაც დააფუძნებენ, გადავა იმ თამაშში. მერე ნელ-ნელა ეს პროექტი თუ წარმატებული იქნება, ჩვენ მათ ფიზიკურ სივრცეს გამოუყოფთ. ჯერ ფიზიკურით რო დავიწყოთ. არა, შალვა, ჯერ ხარს ეგრე არ არის, ბევრი ხარჯია. მაგრამ ჯერ კომპიუტერული თამაში, მერე უკვე ძალოვანი სექტორი შემოუღებოთ. გრანტი ხო არ გამოვაცხადოთ? არავინ არ მაგას ეგეთი რაღაცის შექმნაზე. აი მაგალითად იმას კულტურის სამინისტროში შევიტანოთ. შეიძლება ეს პროექტი. ხო და უყურე ეს პროექტი სხვა ქვეყნებსაც მოერგოს. არა რა, რომ სახელმწიფო გამოაცხადოს გრანტი მსგავსი ტიპის კომპიუტერული თამაშის სიმულაციის დასამზადებლად, რომ ამათ გადავცეთ მე ეს ციფრული ხელისუფლება. ტელეფონებს ვერ ხმარობს და კომპიუტერული თამაში როგორ უნდა VR-ი. ხო, აი სათვალეს გაიკეთებს. ამ სათვალეში გულია ერევა რასაო არ შეიძლება ბიჭო შეიძლება მაგრა გაუსწორდეს არა ამასაკის ადამიანს იქ რო ყველა დას უკრავს და იქ რო ისე ოპერის ოღერალია 3D ფილმს ვერ ნახულობენ გული ერევა თხოვნე და ეხლა ზანე მაგტრიზე სათვალე რო გაიკეთოს და იქ რო იმას ის რო სცენარო დაალაგოს მეგობრებო ძალოვანი ყოფილი ადამიანები მთლად თანახმანი არ არიან რევოლუციაზე და გაუშვათ აკია ბარბაკაძე ო სერიოზული ძალა. ამჯერად დაანონსებული რევოლუციების რა, იმიტომ რევოლუცია ეს არ არის ვიღაცების სურვილზე დამოკიდებული, ეს არის ხალხის მასის განწყობის თემა და ეს პინა რომ რამხელაზეა სავსე და როგორ მოიქცევა ეს ხალხის მასა. ამაზეა დამოკიდებული, თორემ ამას ვერც დააჩქარებ, ვერც დაანელებ და ვერც შეძახილებ. როგორც სტარტი მე ვფიქრობ, რომ არ არის ნორმალური სტარტი აღებული, იმიტომ რომ ამაში არ იყო მედია ჩართული და ამას საზოგადოებრივი მსჯელობები არ მოყოლია, რომ საზოგადოება ზარბაზანი არ იქნება, ხო, ესე იგი. ამას ხო ეგ შეუძლია. ზარბაზანა ვერიზა. ზარბაზანი არ გამოგრიხილდება, ხო. ნუ მაშინ საერთოდ რა აზრია? გია ბარამიძე ეს არის სააკაშვილის შეყვარებული ხო? თამხრივი? პლატონური. მიშას აღშკარად ეს ამაზე წინ ბევრი სხვა ხალი ყავს. ხო, ეგეც არის. არ უთავაზებდა მართალი. უფრო ლამაზებს შეიძლება რომ ლამაზებზე გადაერთოს ეს ბოლოს უკაცრიელ კუნძულზე თუ აღმოჩნდებიან ერთად. მერე იცოცხლე. მერე დაზოგვა არ იქნება. მერე გია ბარამიძე, მერე გაი ბაირამებს. კარგია, კარგი გავუშვა. უკაცრიელ კუნძულზე გია ბარამიძე და მიშა. იქ შეიძლება ჩვენ გავხდეთ მოწმენი თვითონ სოფლიოსთვის გამოიგონონ ძალიან მაგარი ახალი სურნელოვანი ეთერზეთები აი ისეთ ფანტაზიებს მიაღწევენ იქთან კოკოსი მანდარინი ყველაფერი თუ ექნება დრო ეთერზეთებისთვის როგორ არ ექნება თავიდან არ ექნება და მერე დრო რო დარჩება უფრო რაოდენობა კი თორე თავიდან ცხოველური უნება იქნება რომელსაც ვერ დაიოქებ კი ბატონო ხო თან გია იქ უეჭველი წააქცევს მიშას ისეთი დიდი ზეპარული შენ დაჟე ეგრევე გონი აბა ბიჭო უკაცრიელ კუნძულზე იცვლება ვაფშე всё გადავდივარ და ნორმები შენ მკითხე მე მეგონა არა შენ უკვე ძალიან ბევრს ამატებ შენ აურო თავიდან სუბორდინაცია იქნება და მერე დაირღვევა მერე ფუნდამენტურად და აი მე მაშინ რუბენ ოსლუნდის ფილმში რო არის რა კუნძულზე რო აღმოჩნდება ის გემი გავუშვით გონდოლა ირაკლი კუპრაძე პროცესი 4-ში დაიწყო და 4-ში არ დამთავრდა შემდგომ 5-ში რას ამბობს ამ დღის ორგანიზატორი რომ ორგანიზატორი ხალხი არ მოვიდა ბევრი და ამის გამო ვერ მოხდა თუნდაც მოძრაობა რუსთაველის გამზირი სადაც ჩვენ აუცილებლად სადაც თქვენ თანამშრომლობთ და უერთდებით იღებთ მონაწილეობას ამ პროცესში, შეუერთდით ამ მოწოდებას და უერთდებით ამ ოპტიმისტურ განწყობასაც და სწორედ არავითარ შემთხვევაში ფარხმალი არ უნდა დავყაროთ ის რომ ჩვენ ერთი გზა ნორმალური, ცივილიზებული, დემოკრატიული წესით არჩევნების შეცვლისა არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლისა ჩაგვიკეტა რეჟიმმა არ ნიშნავს რომ ჩვენ საერთოდ ჩახერგილი გვაქვს ყველა
ხო, ესე იგი რა გამოდის? ბოლომდე ვერ ამბობენ რა. დაუშვათ ხუთში არ არის რეჟიმი დამთავრებული. პატას ბრალი ხდება ბოლოს. პატას ბრალი ხდება, იმიტომ რომ ის ციხეშია მაგის პაძები. ბურთა ზოდელავასთან ერთად ცხოვრობს ბაჩო ახალაია. ბაჩო ახალაია იმ საშინელების შემდეგ რაც მან დაატრიალა და მოიხადა კი ბატონო, მაგრამ კარგი დავანებოთ მაგას თავი, მაგრამ თუ კიდე ბედავს და ქართულ პოლიტიკაზე რაიმეს ამბობს, кайფიქრებს პურზე რომ პურს რო ჭამს სახში, პურს, ცარიელს ან კარაქს რო უსვავს, ამ დროს რო ერთ სიტყვას მაინც ამბობს ქართულ პოლიტიკაზე, ეს კატასტროფაა მეგობრებო და ზოდელავ არის, ნაბიჯო არის, ზოდელავ არის პროკურორი მიშასი, რომელსაც უამრავი ადამიანი დაღუპული ყავს. მოკლული ამ სიტყვის პირდაპირ მნიშვნელობით უშუალოდ იარაღით არა, მაგრამ მისი განაჩენები, ადეიშვილის ხელისბიჭის განაჩენები იყო აი ასეთი მკვლელობის მიზეზი. და აი ხა ეს ორი კაცი ჭამია ხა ერთმანეთთან თუ ესე დადის საინტერესო რამე თქვი რა. ნუ პატა დებილი რა. ხო და შენ კადრები ვნახეთ და იმიტომ ამბობ. პრინციპში დრამატურგიულად კარგად დაჭდა მე მინდოდა კომენტარის გაკეთება გიარა ბარამიძის ერთ პასაჟზე, მაგრამ აგერ შენ კარგად ჩამოთვალე ყველაფერი და გიაბარამიძემ რა დაიწუწუნა რომ ჩვენ ჩამორთმეული გვაქვს ნორმალური, ცივილიზებული, დემოკრატიული მეთოდები. როგორი ძალაც თვითონ იყვნენ რა, ცივილიზებული, ჰუმანური, დემოკრატიული, ხოლო ეს არის საკმარისი რა, შენ რაც ჩამოთვალე ახალაია და ზოდე. იმიტომ რომ ხო და ეხლა ეს ადამიანები პლუს შეგვიძლია მეგის ხარდავას დავამატოთ, რა თქმა უნდა რომ განიცდიან ეხლა არაჰუმანურია ყველაფერი მათი გადმოსა ამ ნორვეგიული სტანდარტით არიან ისინი ხო გაზრდილები ნორვეგიული სტანდარტით იმოქმედეს ძალიან მაღალი კლასის პროფესიონალები იყვნენ ხო ფაქტობრივად ბიჭო არა ადამიანურ მოპრობაა როცა მათ არ ეძლევათ საშუალება არჩევნების გარდა სხვა მეთოდი გამონახონ ხელისუფლების მოbrunების თუ არჩევნებში არავინ არ ირჩევს და რა ქნან წამების ფორმა აბა რა არის ამდენი 13 წელი დარბიხარ ხაბეს რა გაუკეთე ხაბეს რა გაუკეთე ეგეთი წამება გაგიგია ტელევიზორი არა აქვს ბიჭო მელიას რომელიც იდიოტი მაკარონი ხორცი და მაკარონი როაჭამე ბუჭულაძეს რომელიც იდიოტია ერთნაირად როგორ მეგობრობს კურდული სამყაროს ელიტარულ წარმომადგენელთან და ბაჩო ახალაიასთან. ეგ როგორ ხდება საერთოდ რა? ეგ რანაირ ყველასთან ამახო კონსულტაციები. ესე იგი არც ერთთან არა აქვს თუ როგორ ბაჩო ახალაიასთან იქნება დარწმუნებული ვარ. ესეც გასათვალისწინებელია მეგობრებო. სიტყვება პირველს. პირველ სიტყვება. პირველსაც და მეორესაც. არა მე ახალაიასთან ეხლა დადის და ვიდეო არის. იმას სიტყვება რა თქმა უნდა. და კიდე ერთ სიტყვი კაცო, აუ რამდენი მაქვს სათქმელი. კიდე ერთ ახალაიას უჩვენია საერთოდ ეხლა ვაფშე წავიდეს. ან აი ტიშევადი ნიჟეტრავი ახალაიას გამოჩენა როგორ რაღაცა იცი აიხმანი რო დაბრუნებული იყო პოლიტიკაში ესეთი ვიღაცებს აი იგივე არის რა ახალაია რო გამოჩნდეს ვიღაცებმა უნდა იმოქმედონ არის თქვენ თუ ხდებით ახლა რას ვამბობ ხო და არ უნდა ღვთისმადლით კარგად არის წნარად არის მართლა თუ ეწევა ამას იმოქმედონ როგორ სამართალდამცავებს არ გულისხმობ კაი ისეთი რაღაცები აქვს მაგას გაკეთებული ყველა მის რაც ირაკლი კუპრაძე ერაკლიკუ შეუძლებელია თუ ჩვენ ყველა ერთად დავირაზმებით ორი ვერსია არსებობს თუ ყველა დავირაზმეთ 23%-იანი ანტიქართული ოცნების წინაშე 70% ევროპული საზოგადოება ორი შედეგი არსებობს ერთი ან ავტომატურად იგებ ამ სხვაობის პირობებშიც კი ან აყალბებს ოღონდ ამ გაყალბებას რომ 40%-იანი სხვაობა ამოაგდოს ქართულმა ოცნებამ სჭირდება იმ ტიპის ძალადობა იმ ტიპის გადაწერა შედეგების რომ მართლა უნდა დაგხვირტონ საარჩევნო უბნებთან არაფერს ვამბობ იმაზე რომ წარსული შეცდომების გააზრება სხვები თუ ამაზე ვფიქრობ რა საარჩევნო რიგ უბნებთან საერთოდ არ ყავს დამკვირვებელი საერთოდ მე სხვა კანდიდატი არ ყავთ რა მე სხვა მხრიდან შევხედავდი ამის ნათქვამს თუ ამ შემთხვევაში ფიქრობს რომ ეს მსგავსი ტიპის სირთულესთანაა დაკავშირებული მაშინ შარშანდელ საპარლამენტო არჩევნებზე რომელზეც გვედავებიან რომ 400,000 და მეტი ხმა გაყალბდაო და მაშინ სად იყო რასაც ეხლა თulis რაც საჭირო არის 400,000 ხმის გასაყალბებლად რომელ უბანზე დაინახა მსგავსი რამ რომ 400,000 ხმის გაყალბების წინაპირობა ძალადობრივი არსებობდა სად იყო ეგ ანაწეჭაცე აბა
იმიტომ რომ 4 ოქტომბრის შემდეგ ამ ქვეყანაში ცხოვრებას და ბრძოლაც იქნება ბევრად უფრო რთული. მე ხშირად მეკითხებიან, რომ აი 4-ში თუ არ გამოვიდა, იქ 5-ში რა, 5-შიც გავაგზავნებ, რა თქმა უნდა, ბრძოლას. მაგრამ მთელი ჩემი мотиваცია არის ის, რომ 4 ოქტომბერს ეს რეჟიმი დასრულდეს და რატო ამას ვიტყვი? 5-ში გააგრძელებთ, ანუ 5-ში რომ გრძელდება რაღაც ამის დაშვებას 0.1% ყველაფრის დაშვება არსებობს ცხოვრებაში. არაკეთებს მაგალითად პაატა ბურჭულაძე, რომელიც ამის ერთ-ერთი ორგანიზატორია. ხაბეიშვილი სხვათა შორის, რომელიც ახლა საპატიმროშია და მას ახლა ამ ტვირთს მის პატიმრობის მერე რაც ხდება ახლა შეიძლება დიდად ვეღარ ავკიდოთ, მაგრამ ისინი საუბრობდნენ, რომ ეს 4 არის ასევე დედლაინი ამ ცვლილებების და 5 რო თენდება და თუ ეს ყველაფერი ისეა, მაშინ რაღაც ტიპის პასუხისმგებლობის გაზიარება გიწევთ. ნახეთ პირველი რომ 0.1% ჩემი შეხედულებით ეხა მე ვერც ბატონი პაატას ნაცვლად ვილაპარაკებ, მე თვითონაც ვერც ხაბეს, მაგრამ ჩემი შეხედულება არის შემდეგ, რომ 0.1% ყველაფერში არსებობს ცხადია, ხო? და ზოგადად იმ სკეპტიკოსებისთვის თქვი, ვინც იძახიან, რომ იქ 4-ში თუ არაფერი არ მოხდა, ან 4-ში თუ რაღაცა იმედგაცრუება იქნა, უკაცრავად, მაგრამ ჩვენი ყოველდღიური ბრძოლა ისედაც იმედგაცრუებადი. ჩვენი ცხოვრება ისედაც იმედგაცრუებაა რეალურად. ცხოვრება ეგეთი ბრუტალი რამეა. ნაცის ცხოვრება იმედგაცრუებაა ხა. არა, ესე იგი რაღაცებს ხვდებიან. 0.1% და მეტი არა. აუ, რაღაცა უნდა ჩასჩარო პირში რა. 4-შივე. ბიჭო, არა, უყურე, თავარი მან რა არის. 4 რა არის? შაბათი, 5. ანუ 6-ში გვექნება ჩვენ გააცა. კი ბატონო. და 6-ში გადაცემა რო დაიწყება. და აი რომ მოგვიწევს ეს ყველაფერი რომ ამათი ნაბიჯურტურები. მე რამდენი ახალი პირველად იქნება ხო ესე რომ დაანონსეს რევოლუცია და არ გამოუვიდათ, არა თუ არ გამოუვიდათ სასაცილო. რევოლუცია პირველად იქნება, ძმაო, რევოლუცია არ დაუანონსებიათ აქ. რევოლუცია არ დაუანონსებიათ. ნიკა მელია ეჩხუბებოდა ნიკა გვარამიას, ამდე რევოლუციას რო აანონსებთ, ხალხი აღარ გიჯერებს უკეო, რასავე, ყოველ წამს რევოლუციას აანონსებთ. ესე არ ყოფილა. ესე არ ყოფილა. აუ, ძმაო, აანონსებდნენ მიშა რო ჯერ იმას ლაპარაკობდა პოლიციელების დედების მისამართები და ისინი უნდა გავიგოთ. ესე კონკრეტული არ ყოფილა. საერთო თანხმობა 4-ში ვამთავრებთ არ ყოფილა. რომელმიღაც რიცხვი ვამთავრებთ არ ყოფილა. თუმცა იყო რა თქმა უნდა ჩვენ მივდივართ ბოლომდე. ეფემიზმებით ლაპარაკობდნენ ბოლომდე, ნუ არავინ არ იცოდეს ბოლომდე რა არის და ასე შემდეგ. ირაკლი ნადირაძე. ამიტომ დიახ, სწორად ეშინიათ, იმიტომ რომ 4 ოქტომბერს, როცა ვიძახით რომ 4-ში დაიწყება და 4-ში დამთავრდება, ეს ამას რომელიმე ცალკე აღებული პოლიტიკოსი კი არ იძახის. ამას ქართველი ხალხი იძახის, რატომ? იმიტომ რომ ხალხია მზად ცვლილებებისთვის, იმიტომ რომ ჯერ რომ არ მოსულა 4-ში, იმდენი ხალხი მოვა და ხალხი მოვა არა უბრალოდ დასადგომად და საზეიმოდ, სამოქმედოდ, მშვიდობიანად, მაგრამ აქტიურად, სამოქმედოდ და კიდევ ერთხელ ვიტყვი ყველას, აი ხელისუფლების წარმომადგენლებს. არ გაბედონ და მშვიდობიან დემონსტრანტებზე არ აღმართონ ხელი, იმიტომ რომ ხალხმა იცის, მე დარწმუნებული ვარ, გეგმა 2 არსებობს იმ შემთხვევაში თუ გაბედავენ, რას აკეთებთ? მოდით, აი გეგმებზე ბევრი კითხვა ისმეორდა, რა თქმა უნდა, გეგმა. მე ვიცი რომ კი, მე ვიცი რომ პაატა ბურჭულაძესაც, რუსთაველის საზოგადოებასაც, ყველას რა თქმა უნდა გეგმა გვაქვს, იმიტომ რომ ხელისუფლებისგან ყველაფერია მოსავალია. ამათი იდიოტი დედავატი, რუსთაველის საზოგადოება ის საზოგადოება კი არ არის. რუსთაველის საზოგადოება კი არ არის, რუსთაველის გამზირის საზოგადოება, ანუ იქვინსგანანის. ხო, აი ეს არის. პიტომნიკი. ხო, არა, ხო შეიძლება მიხვდი რაღაცა საზოგადოება დაარჩეს და რუსთაველის დაარჩეს. მე შემიძლია დანამდვილებით გითხრათ, აი თქვენ კითხვა დასვით, რომ გაბედავენო ხელის აღმართვას. მოკლედ თუ გადახვალთ კანონს და თუ დაიწყებთ ან ხელის აღმართვა არ არის საკმარისი. სროლას, მოლოტოვებს ან შევარდნას ან პოლიციელზე ძალადობას როგორც აკეთებდით, ხო? იმდენსაც აღარ მოგითმენენ, რაც მანამდე მოგითმინეს და არა თუ გაბედავენ, ვალდებულება ექნებათ, ეგ იცოდეთ. თუ აკვეთონ ეს უმსგავსოება. კი ბატონო. იყავით თქვენ იძახეთ, რომ თელი საქართველოს აქ არის. ალეკო ელისაშვილის ვიდეო გვაქვს და მე აკაკი ბობოხიძე რას იძახის ალოკეზე. გავუშვით ჯერ თავად ალოკე? მაგრამ ნუ მეც რა თქმა უნდა ჩემ შესაძლებლობებზე ვსწავლობ, ხა ცოცხალი ადამიანი ვარ, უკვე პატარა ბიჭიც აღარა ვარ, 47 წლის ვარ და რაღაცა პოლიტიკური წარსული მეც დამიგროვდა და ის რომ დაჟინებით აყენებდე შეურაცხყოფას ოპონენტს, ნუ ეს არ არის თლათ კარგი ამბავი, მით უფრო ოპონენტებიც არა ვართ, ხო ეხა ვინც ოპოზიციურ სპექტრში ვართ, არა ვართ ოპონენტები, მაგრამ ერთმა ნაწილმა გადაწყვიტა რომ ეს საკმაწყვილო სცენი არ უნდა მოიშალოს და უნდა გლანძღოს. ჩვენ შევძელით კოალიცია ლელო ძლიერ ანუ ეს ნაგაც არის შეურაცხყოფაზე ოპონენტმა შეურაცხყოფა მოგონოს როგორ ლაპარაკობს მოღალატის მეტი 2 წელი არაფერი არ უძახია და რა შეურაცხყოფა მოხუც კაც დაარტყა იქ ხელი გაუქნია
რა შეურაცხყოფაზე ლაპარაკობთ? მიპარვით დარტყმები იცის ერთადერთი. ხო, რა არა ხანში შესულ ადამიანს ხია პირდაპირ ქუჩაში. ხო მაგარი. და ეხლა რასაბოს მასზე აკაკი ბობოხიძე გავუშვით. მეთქი აკაკი წერეთ. ერთი ბოდიშვილი და არ ვიცი რაღაცა კინტოს და ლოტბაზარა ტერმინებით მოლაპარაკე ბატონი ელისაშვილი, ბაირამ დუდუქში და ბოდიშვილი აი ამ ტერმინებით რატო უნდა ლაპარაკობდეს პოლიტიკოსი არ მესმის მიუხედავად იმისა, რომ ესენი შეიძლება ყველაფერს იმსახურებდნენ, მაგრამ ამ ტერმინებით მოსაუბრე პოლიტიკოსი რატო უნდა იყოს არ ვიცი ჩვენი მომავლის იმედის მქონე პარტიის ერთ-ერთი სახე ნამდვილად არ მესმის ბატონი მამუკასი და ბატონი ბადრი. სწორია. ამ შემთხვევაში სწორია. ვერ შედავები ბატონ კაკოს. რა თქმა უნდა ირაკლი ტაბლიაშვილი. ეს ხო ბოცო ხო ამის კლიშკაა თუ ის ბოცო სხვისია კაცო. ამას არ არის კლიშკა? რა კლიშკა უნდა თავიდან ბოლომდე კლიშკა არის. და პავლია ტაბლიაშვილი. ჩვენ კარგად უნდა მიყვარს ეს სიტყვა გავის სიგრძე განოთ რომ თარიღი უკვე დაკიდებული ანუ შეიძლება ბევრი ჩვენგანი ფიქრობდა რომ ეს თარიღი არ უნდა დაკიდებული იყო რომ 4 ოქტომბერი ნაადრევია და ასე შემდეგ მაგრამ უკვე არსებობს ეს თარიღი და ბიზნეს გაცილებით გაუიოლდება დარჩენა სამარადჯამოთ თუ სწორედ 4 ოქტომბერს არ ჩავდებთ არ გავიღებთ მაქსიმუმს საიმისოდ რომ ბიზნა როგორც დიქტატორი, ბიზნა როგორც ოლიგარქი, ბიზნა როგორც რუსეთისაკენ საქართველოს წამყვანი, ყველაზე ცუდი პირი დამოუკიდებელ საქართველოს და ის საქართველოს ისტორიაში დამოუკიდებელ საქართველოს ისტორიაში მართლთა შორის, თუ ყველაფერს არ გავიღებთ, რომ ის დასრულდეს და კი ლეგიტიმურია ყველა კითხვა, რომელიც ისმის მანამდე, ანუ 4 ოქტომბრის 4 საათამდე, მაგრამ 4 საათზე 4 ოქტომბერს მაქსიმალურად ბევრი უნდა ვიყოთ, კითხვებიც უნდა მოხსნათ, რათა მინიმუმ, ვიმეორებ მინიმუმ მოვაყანყალოთ არსებული რეჟიმი. არა, სხვათა შორის ჩვენ ერთ წამი სერიოზულად ჩვენ ამ ადამიანზე საკმაოდ არაეთიკურად ხუმრობდით, რომ მას აქვს მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები, იგი არის სხვადასხვა ფსიქოაქტიური ნივთიერებების მარტივად რო ვთქვათ, გიჟების წამლის იდეალური რეკლამა. მაგრამ ეს არ იყო თურმე მართლა არაეთიკურად გამოგვდიოდა, იმიტომ რომ სერიოზული აი ამ ესე იგი სუფლიორის ერთ პასაჟში დაფიქსირდა მისი ბიპოლარული აშლილობა. კაცი, არა, ნამდვილად ჩვეულებრივი. არა, ეს არის ნამდვილი სამედიცინო кейსი. ესე იგი ამბობს, რომ თუ ჩვენ 4 ოქტომბერს ბიზნეს რეჟიმი არ დავასრულეთო, სამარადჯამოდ დარჩებაო და მე ამბობს 4 ოქტომბერს მინიმუმ უნდა მოვაყანყალოთ მაინც რეჟიმიო. ამბობს, რომ 5 ოქტომბერს თუ გათენდა და ისევ ქართული ოცნება ხელისუფლებას ჩვენ ვემშვიდობებით ყველაფერს და მე ამბობს, რომ მინიმუმ მაინც მოვაყანყალოთო. კაც აქ ერთ ცნობიერებაში მას აქვს ბევრი აზროვნება და ბევრი ცნობიერება. ანუ ის არის, რა ვქო, ბევრი ადამიანია მასში. ხმები და ახოსანაირო გაიყანყალოს ჯობია მე მგონი. ახოსანაირო გაიყანყალოს. უხეში ჟესტიც არ მომეწონა, შეიძლება. ამის დაყანყალებული. ახოსანაიროს. ეგ უნდა გითხრა. თავიდან არის მოსაყანყალები. ბიჭო, რა ის შეიკრიბა რა. ბიჭო, არა, მართლა ჩვენი გადაცემაც გადაიქცა იუმორისტულ გადაცემაც შეუძლებელია. იქ როცა შეუძლებელია. 4-ში ვამთავრებოდა ვიღაცა არარსებული ტიპები. ატა ბუჭოლაძე. სხვა შორის მე ვატყობ მაგას, რომ არა ეს მე. სხვა შორის მე ვატყობ თქო, იმიტომ რომ ადრე ცოდნისადმი სულ სხვა დამოკიდებულება მქონდა, მინდოდა ყველაფერი ან პოლიტიკური ფილოსოფიის, ან უშუალოდ პოლიტიკური მეცნიერებების მიმართულებით ამეხსნა, მინდოდა ყველაფერი. ან უბრალოდ ლოგიკით დაგეხსნა და ცოდნით გაჯერებული ყოფილიყო, მაგრამ როგორ შეიძლება ამას უპასუხო სერიოზულად? როგორ შეიძლება ამას უპასუხო ან რაღაცა პოლიტიკური მეცნიერებების ჭრილში ამ ფილოსოფიურად როგორ შეიძლება ამ პოლისი მოარგო რაღაც იცით რა თქვენი ეკონომიკური ხარჯვა ისეთი აი მეგობრებო კიდე გიჟები არიან პროსტა აი ამოცანა აი იუმორისტებს რომ დაგვესვა იუმორისტები ზართულია ამოცანა რომ მოდი თქვენ მოძებნით აშარჟეთ ლიდერი კომიკური არა ეხა რევოლუციას დაანონსებენ და მომძებნეთ კომიკური რომ იყოს რა თქმა უნდა სიტუაცია მოძებნეთ ლიდერი რომლის რევოლუციის ბელოდობა იქნება სასაცილო ატა ბუჭულაძეზე მაინც ვერ გაბედავდა ვერა იმიტომ რომ
სასაცილოც არ არის, სიგიჟია რა. მაგრამ ზატო ხაბეს დასვავდნენ. ხაბეს დასვავდნენ. ხაბე იმენა აჯდება, ჯი. ხო, რო სასაცილოა. ჰატა ბურჭულაძე, მე კარგი. ვის თავში მოიხარშა ისე პაატას ფრონტზე გამოშვება. არ ვიცი. არა, პაატა კატასტროფაა, მეგობრებო. ეს არის სრული დარხევა. ტიპი არის კრეტინია, ჩვეულებრივი კრეტინი, გაიგე? გარდა იმისა, რომ თაღლითია და ბავშვებს საკარის ფულს, ნაჩუქარ ფულს პარავდა, ყაჩაღია ბავშვების. თაღლითიც არის და კრეტინია და როგორ შეიძლება ყველაფერი ერთად ბუკეტია და ვერც ღერისთან. ხვანლა გააცემა ვიდეო გავუშვათ. აკრედიტაციის გარეშეში რო დაადექია მაგას. ხო. ეგ კაი მაგარი ვიდეო და გავუშვათ. რომელი მთლიანად? მამა ბურჭულაძეს რო ერთი ადგები. მთლიან გადაცემა. მან ეგ არის. იქ ტყეში რო ხდება ხალხს რა მინდო. სამ კაცს რო ხდება. სამ კაცს ხდება და რა ეგ ვიდეო. კაი ვიდეო. მაგარი ვიდეო არა ეგ არ მეოსება ეგ ვიდეო არაფერი არ ხდება. მაგარი ვიდეო არის შალვა ნათელაშვილს რო დაადგა. მან ყველა მონაკვეთი არა, ის ჭიჭყინათეუზი ქონდა ნაჭამი ეგ შედევრი. ტიპი ვაფშე შედევრია. ვაფშე ის ეგა ყველაზე ვაფშე კამანდა არის მან შედევრი. ის კამანდა არის დოგვილია სუფთა, აი დოგვილი სუფთა ძმაო. დოგვილი ძმაო, კი ბატონო. ვაფშე სამართალს არც უნდა ეცადო. აი შენ მან შეგეშავა. არა, ოდნავადაც ხო დააპირე. არა, ველაპარაკები რა, ხო ხდები ადამიანს და შენ უნდა გამოწეულიყავი აი კამერა. გამოწეულიყო და მოდიოდა იქ და ველაპარაკებოდა. ყველა ძმაო, ერთ პერსონაჟი. დოგვილი ეს არის შალვა. ნამდვილად. დოგვილი ვისაც გაქვთ კონცეპტუალურად დოგვილის აი ეს შინაარს. შინაარს ვინც იცით? ხვალ გავუშვებთ მაგასაც ალბათ. ნახოთ. კარგად დანდება.